მორიგი უკანონო შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. განკარგულებაში ნათქვამია. მიღებულ იქნას რუსეთის მთავრობის წინადადება სამხრეთ ოსეთის ცალკეული სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში შესვლის შესახებ. პუტინის განკარგულებით სამხედროები ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან შეძლებენ იმსახურონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. რუსეთის ჯარში ჩარიცხვამდე კი მათ არაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ძალები ოფიციალურად უნდა დატოვონ. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა მოლაპარაკებები გამართოს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 2015 წლის მარტში შევიდა, რომელიც თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მორიგი პროვოკაცია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კრემლი ამ გადაწყვეტილებით არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამით სამართლებრივად არაფერი არ იცვლება, ყოველგვარი შეთანხმება, ეგრეთ წოდებული შეთანხმებები რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ეს არის არალეგიტიმური, რომელიც აღიარებაც არ ხდება არათუ ჩვენი მხრიდან, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და იგმობა ყველა ესეთი ტიპის ნაბიჯი, რომელიც არ არის მიმართული მშვიდობის უზრუნველყოფისკენ, არ არის მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ და ხელს უშლის იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც სჭირდება ამ კონფლიქტის დარეგულირებას. მეორეს მხრივ, სამხედრო კუთხით, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის ქმედებებს და შესაბამისად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მიცემს შესაბამის შეფასებას ამ ყველა ქმედებას და ყველა ნაბიჯს და რაც მთავარია, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შექმნას ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. უკანონო შეთანხმებას მოსკოვსა და ცხინვალს შორის გამოხმაურება მოყვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მკობა კობალაძემ განაცხადა, ოფიციალურმა თბილისმა დიპლომატიური გზით უნდა მიაღწიოს მშვიდობას რეგიონში და მაქსიმალურად ხელი შეუშალოს მოსკოვის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს. საერთაშორისო სამართლის ნორმები არ ვრცელდება აღნიშნულ ტერიტორიებზე. ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც ხორციელდება ამ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, არის მიმართული ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და სიძლიერის საწინააღმდეგოდ. სხვა ქვეყნის და სახელმწიფოს ხელმძღვანელი მოქმედებს თავისი სახელმწიფოს სტრატეგიიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სტრატეგიიდან გამომდინარე.